ოდოია მოვისმინეთ ჩვენს ეთერში. ჩვენ ახლა მოვისმინეთ, მაგრამ ახლა გიყვებით იმ განსაკუთრებულ ამბავს, რითაც ვართ ამაყები და უნდა გაგიზიაროთ ისტორია იმის შესახებ, რომ ამ ანსამბლმა სოფლიო არენაზე წარმოაჩინა ქართული ფესვები, ხმოვანება და ტრადიცია. სწორედ ეს სიმღერა ოდოია, რომელიც ახლა ჩვენ მოვისმინეთ, შეასრულა ფოთის ფოლკლორულმა ანსამბლმა ფაზისმა ჰააგაში, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დარბაზში და ამით 2026 წლის სასამართლო წლის გახსნის ოფიციალური ცერემონიალი ჩატარდა და საქართველოს იყო მასპინძელი და ეს არის შემთხვევა, როდესაც პირველად გაჟღერდა ქართული მრავალხმიანობა დარბაზში. ჩვენ ახლა კადრებს ხედავთ ეთერში და ძალიან საამაყოა ამ ყველაფრის ნახვა, როგორ უსმენდა უმაღლესი ინსტანცია საერთაშორისო სასამართლოსი ჰააგაში ქართულ სიმღერას. ჩვენ სტუმრებთან ერთად ახლა ამ თემაზე უნდა განვაგრძობთ საუბარი. სტუდიაში შემოგვიერთდნენ ანსამბლიდან გამოვითხოვეთ ბატონი ზაზა ღადუა, რომელიც არის ფოთის მუნიციპალიტეტის ფოლკლორის ცენტრის დირექტორი და ფოლკლორული ანსამბლ ფაზისის მომღერალი. გამარჯობა, მოგესალმებით და ბატონი დავით კვიციანი წარმოადგინოთ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე. მადლობა სტუმრობისთვის. სანამ დავიწყებთ ამ ძალიან საამაყო თემაზე საუბარს, უნდა აღვნიშნოთ და უთხრათ ჩვენს მაყურებელს, რომ ეს ცერემონია ყოველწლიურად მასპინძლობს სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებს, რომლებიც საკუთარ კულტურას, ტრადიციებსა და ფოლკლორს წარმოაჩენენ. წელს, როგორც უკვე აღვნიშნეს, სცენაზე მსოფლიოს ყურადღების ცენტრში საქართველო მოექცა და აი ასეთი საამაყო ამბით და შეგვიძლია უკვე ვისაუბროთ. კი, იმიტომ რომ ანსამბლი ფაზისი იმსახურებს ამ აღიარებას, დაგვიანებულიც კი მე თუ მკითხავთ, იმიტომ რომ მას აქვს 50-იანი წლის ისტორია, ეს არის ძალიან სერიოზული კოლექტივი და მისი წარმატებები და საერთაშორისო აღიარება აქამდე ძალიან მნიშვნელოვანი იყო, არა მხოლოდ ფოთში, არამედ ძალიან ბევრ პლატფორმაზე და ახლა ამ ყველაფერს უკვე ჰააგა დაემატა. როგორ დაიწყო ამბავი და როგორ მოხვდით ჰააგის საერთაშორისო სასამართლოში მოგვეყავით? მოგესალმებით. მივესალმებით თქვენს მაყურებელს. მადლობა რომ აშუქებთ ესეთ მნიშვნელოვან მოვლენას. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურიდიული წლის გახსნა საერთაშორისო მართლმსაჯულების სისტემაში გახლავთ ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიება. იგი 26-ად გაიმართა წელს. ამ ღონისძიებას ესწრება 18 მოსამართლე სხვადასხვა ქვეყნიდან, რა თქმა უნდა. ასევე ესწრებიან გაეროს მართლმსაჯულების სასამართლოს მოსამართლეები, ინტერამერიკული სასამართლოს მოსამართლეები, დიპლომატიური კორპუსის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.
ასევე მრავალრიცხოვანი პერსონალი, რომელიც 125 ქვეყნის წარმომადგენელი მუშაობს ამ სასამართლოში და წელს პირველად საქართველოს მიესცა ესეთი უნიკალური შესაძლებლობა გაეჟღერებინა ქართული მრავალხმიანობა. როგორც აღმოჩნდა, სასამართლოს იაპონელი პრეზიდენტი ქალბატონი ტომოკო აკანე დიდი გულშემატკივარია ქართული კულტურის. იაპონელები ზოგადად ძალიან საერთოდ იაპონია იაზე იმიტომ თავდება რომ სამეგრელოსთან აქვს ბევრი კონტაქტი. და მე როგორც ვიცი ძალიან საინტერესო კომენტარი გააკეთა ამ ქალბატონმა მრავალხმიანობის მოსმენის შემდეგ, ხო? აი ეს რო გითხრათ შეიძლება. ესეთი გზავნილი გააკეთა სასამართლოს თავმჯდომარემ. ქართული მრავალხმიანობა როგორც სასამართლოს ერთიანობის და მრავალმხრივი ძალისხმევით საერთაშორისო მართლმსაჯულების მიზნის მიღწევის ერთ-ერთი საშუალება. აი ასე განმარტა სასამართლოს პრეზიდენტმა ქართული მრავალხმიანობა. და კარგია. ვახრამ ხელა წარმოება და როგორი ღირსეული წარმოჩენაა ქართული კულტურის და მრავალხმიანობა არის ის რაც მართლა უნიკალური რამ აქვს საქართველოს. ბატონ ზაზა, თქვენთან განვაგრძობთ საუბარი. როგორი ემოცია იყო, ხო? თქვენ ახლა სცენა და აღიარება არ გაკლიათ, მაგრამ რაღაცა სულ სხვა გარემოში უნდა თქვათ სიტყვა საქართველოს სახელით. როგორია? უპირველეს ყოვლისა მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. ძალიან დიდი მადლობა მოწვევისათვის და მინდა გითხრათ, რომ აი ჩვენი გამოსვლა აი ჰააგის საერთაშორისო სასამართლოზე ნამდვილად მარტივი არ იყო, მაგრამ თითოეულმა ჩვენთაგანმა გავბედეთ და გავაკეთეთ ყველაფერი ის, რაც ჩვენს თავზე იყო დამოკიდებული. ჩვენი ფაზისი არის ნახევარსაუკუნოვანი, თქვენ გააღნიშნეთ ეს და მოდის დაარსდა 1974 წელს ბატონი იროდიტი კარაძის ხელმძღვანელობით. მინდა მივესალმო აქედან ბატონი იროდიტსა და შეუძლოთ არის ახლა და მინდა უსრულ მალე გამოჯანმრთელება. ნამდვილად. ფოტოშორის მემომაქვს საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლის გოჩა ლორთქიფანიძის წერილი, რომელიც იროდიტი კარაძეს მადლობას უხდის ამასწავლის შექმნისთვის და მისი არსებობის. ჩვენს მთელი საქართველოს წარდგენის საერთაშორისო სასამართლოს არის იმხელა მოვლენა, რომ ასე რომ დიდი მადლობა მას ვიცი რომ გვიცქერს და დიდი მადლობა ამ დიდი საქმისათვის. მოკითხვა აქედან ბატონი ნამდვილად. დიახ. მრავალი ქვეყანა აქვს შემოვლილი ჩვენს ფოლკლორულ ანსამბლ ფაზის. თაობათა სხვა მიმდინარეობდა. აი პირველი თაობა რომელიც იყო, რომელიც დაარსების დღიდან 1974 წლიდან მოდიოდა, ნამდვილად უნიჭიერესი მომღერლები ადამიანები, რომლებიც ნამდვილად იყვნენ ამ სიმღერისთვის დაბადებულებიო, ასე იტყვიან რა. ბატონი სოსო გვაძაბია, მაშინერი კულტურის განყოფილების უფროსი მხარში ედგა ყოველთვის ამ ანსამბლს და თვითონ სოლისტი იყო ამ ანსამბლის და მისი თაობა მოდიოდა და მრავალი ქვეყანა აქვს შემოვლილი. საერთაშორისო კონკურსები, ფესტივალები და ხელსარიელები არასოდეს არ ჩამოდიოდნენ. არ მინდა ასევე გამოვჩეს ის პიროვნება, რომელმაც აი ამ ანსამბლის განვითარებაში დიდი როლი ითამაშა, ეს არის ჩვენი მაესტრო, რაც განსვენებული ბატონი გიორგი ჯანელიძე, რომელმაც ნამდვილად დიდი როლი ითამაშა აი ამ ანსამბლის განვითარებაში. ამ ადამიანების ძალისხმევა მოიყვანა დღემდე ეს და დღემდე, რომელიც უკვე დღეს სრულყოფილად არის ახლა ანსამბლი ფაზისი, ხელმძღვანელობს ნიჭიერი ლუტბარი, იროდიტი კარაძის აღზრდილი, ბატონ ანზორ ერქომაიშვილის თითით საჩვენებელი სტუდენტი, ბატონი რომეო ზარქოა, რომელიც თავს ართმევს ძალიან დიდებულად და მისი ღვაწლი ნამდვილად დიდია დღევანდელი ანსამბლის მოღვაწეობისთვის და ამ ანსამბლის განვითარებაში. ჩვენც დავდივართ სხვადასხვა ქვეყნებში, სხვადასხვა ფესტივალებზე, კონკურსებზე და რავი, ჩვეულებრივად, როგორც საჭიროა ისე ყველაფერს ვაკეთებთ. ხელსარიელები არ ჩვენ ჩამოდივა და პრიზები. რა თამთაბალი ხალხია ეს ფოთელები, ჩვეულებრივად დამდოს არაჩვეულებრივი საქმეა. 1985 წლიდან გასტროლზე არიან და როგორი დასაფასებაა. საერთაშორისო ისე მოხიბლა ანსამბლმა ფაზისმა საერთაშორისო სასამართლოს კულტურული სივრცე, რომ იურისპრუდენცია და სიმღერაში ხوارმა უნდა ოფიციალური ღონისძიების დასრულების შემდეგ გამართულ მიღებაზე პროტოკოლის გაუთვალისწინებლად კიდევ ერთხელ მოხდა ქართული მრავალხმიანობის გაჟღერება ამ შემთხვევაში ბიჭებმა დიახ მათი ხოვით შეასრულეს ჩაკრულდა და ოდოია იყო ეს გამხსნელი ცეკვა ხო რისი მიხედვით შეირჩა თქო ცოტა შეკითხვა გიორგისკენ ვერ ვიყურებ მაგრამ მაინც ახლა თქვენ პროგრამაში გავხსნათ ხო ოდოია მოგეხსენებათ რომ ოდოი არის მეგრული სიმღერა და სხვადასხვა სახეობის არის ეს ოდოია და
ჩვენი ლოტბარი ბატონი რომეო ზარქუა დევნილი არის წამოსული და ამას ეძახიან გალსკი ოდოია რო ითქვენ ეგრე არის გალური ოდოია არის ეს ამასთანავე არ მინდა გამორჩეს რომ აი ეს ანსამბლი რო ასე ძლიერად არის ასე ფესმაგარა გამოიყურება და რომ ყველაფერი ჩვენ გვაქვს უპრობლემოდ რასაც მოვითხოვთ რასაც მიზნად დავისახავ და გვინდა რომ ეს განხორციელდეს მუდმივად ანსამბლის თითოეული წევრი გრძნობს ადგილობრივი ხელისუფლების, ქალაქ-ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის, ქალაქ-ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მხარდაჭერას. მუდმივად ბატონ დავითი გიმაგრებთ გვერდს. ბატონ დავითი აქ არის და აქედანაც მინდა მადლობა უთხრა ყველას და ეგ მნიშვნელოვანი ამბავია რა, როცა ქალაქი ამას აკეთებს, ეს არის და ყველა ქალაქი ამას ვერ აკეთებს ხოლმე და მადლობა ამისათვის. არა, განსაკუთრებული მხარდაჭერა არის ყოველთვის. ყოველდღიურად გზოთ მუდმივ მხარდაჭერას. აღსანიშნავი ამბავია, დიდი მადლობა. აუცილებლად და გაუზიაროთ ეგ ემოციები, რაც მოყვა ამ შესრულებას, ამ ქართულ მრავალხმიანობას, ამ საერთაშორისო სასამართლოს დარბაზში. სხვათა შორის წინადღით ბიჭებს ჰქონდათ რეპეტიცია, რომელსაც ესწრება მრავალრიცხოვანი პერსონალი ყავს ამ სასამართლოს და სასამართლოს პიარის ესპანელმა წარმომადგენელმა თქვა, რომ ალბათ მომავალში ყოველ წელს მოგვიწევს მოვიწვიოთ. ძალიან კარგი გაუკეთებია. ჩვენც ყოველ წელს მზად ვართ, შემდეგ მოვისმინეთ ჩვენ სტუდიაში. 2026 გახსნილია. რეპორტაჟს გააკეთებს მე და შენ გავყო. კი ბატონო, კიდევ ერთხელ ერთი წერილი მივიღე, ასევე ძალიან სასიხარულო იყო. ერთ-ერთი მოსამართლისაგან, რომელიც ასევე მადლობას უხდიდა ფოთის მუნიციპალიტეტს, რომ მიეცა შესაძლებლობა ესეთი უნიკალური ქართული მრავალხმიანობა მშვენიერი. ამად ვიდრე ჩვენც უერთდებით და ეს იყო 27 იანვარი, როდესაც 2026 წელი სწორედ ამ შესრულებით გაიხსნა ჰააგის სასამართლოში. თელანსამს და რომეოს განსაკუთრებული მადლობა და კიდევ ერთი თხოვნა, რომ კიდევ ერთი სიმღერა შეგვისრულონ ბატონ ზაზა, მიბრძანდით ანსამბლისკენ და ისეთი სათაური აქვს სიმღერას, რომ მე მგონი გიორგიმ უნდა გამოაცხადოს, ასე ჯობია სიმღერა. მე ძალიან მიყვარს ეს სიმღერა და ვის არ უყვარს, მაგრამ მეგრელებს განსაკუთრებით, რომეო მე მგონი სწორად ვამბობ. მიორს ცხა მარგალიში. სწორია. აბა გისმენთ. მიორს ცხა მარგალიში. მოუნაფილ პარაგალიში.
ძალიან დიდი მადლობა. მადლობა. ვაგზელებთ